ბატონ შალომ შვენივრად ჯანზეა შეიძლება ითქვას 99 წელი შესრულდება დეკემბერში და გარშემორტყმულია როგორც მრავალრიცხოვანი შვილიშვილებით, ისე უფრო მეტი სტუდენტებით, მადლიერ სტუდენტებით, რომლებსაც მან მისცა საპროფესიაში. და რაც შეეხება მამობას რა არის, იმდენად დაკავებული იყო მამაჩემი მაშინ ჩემს ბავშვობაში ამ თავისი შემოქმედებით და საქმეებით, გორის ქალთა გუნდით და ზოგადად სფეროთი, რომ იმდენი დრო, რომ რამდენიც შეიძლება თვითონ უნდა და შვილების აღზრდაზე ვერ გამოყო რა. ანუ მაინც მისი უფრო დიდი შვილი არის გორის ქალთა კაფელა. ხო. და ამიტომ შერეს დედა ხდებოდა ჩვენი აღზრდა რა. თუმცა აი უკვე გარდატეხის მომენტში და იმაში მნიშვნელოვანი როლი რასაკვირველია მამაჩემმა ითამაშა რა, სადაც საჭიროა ასე ვთქვათ კაცის ხედვა რა. ამ თვალსაზრისით რა და ისე აბსოლუტურად იდეალური მამა იყო, რომელიც პრაქტიკულად არასოდეს შენიშვნას არ გაძლევს რა. დღემდე ასე გრძელდება, ანუ იქ რაღაც ესე გადაწყვიტე მამი რაღაც რა პოლიტიკაში მიდიხარ, ნუ კაი, რაღაც წამოხვედი პოლიტიკიდან, ნუ ეგეც კაი და ესე. ანუ საბოლოოდ მისგან სერიოზული განკიცხვა არ მიმიღია რა. ნუ ესეც ესეთი მეთოდი არის იმის ირიბი ჩარევის, ასე ვთქვათ, ირიბი ზემოქმედების, როდესაც რაღაც სხვა სიტყვებით და ქმედებებით ხდება ზემოქმედება და აღზრდის პროცესი რა. არა პირდაპირი რო იტყვი ლაბავოი, ასე ვთქვათ, მე სამწუხაროდ ამ მეთოდს ვერ დავეუფლე, ანუ მაინც ისა ვარ რა, უფრო სტრეიტი ვარ და პირდაპირ ვასკდები განსაკუთრებით ქალიშვილთან თუ ხდება ხოლმე ისა შესკდომის და მიუხედავად იმისა, რომ ცოლიკიდან თვალს მიკრავს, რომ არ აყვე, მე მგონი მეც მიკრავს თვალს არ აყვე და მე იმასაც უკრავ თვალს, რომ არ აყვე ხო. გაეროს მანდატის როლს ირგებს ხოლმე თქვენი ცოლი. იცი მამა შენი ხო იცი არა აგდო მამა შენი, მაგრამ ელენერია რომ არა აგდოს ვინმე რა. ანუ ხო და მით უმეტეს ყოველ მამა ხო ადვილი ასაგდებია რა. ხო და ასე რომ მე ძალიან მადლიერი ვარ ბატონი შალვას ამ აღზრდის ამ მეთოდის